ბალტიის ქვეყნებმა ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოსთვის დაწესებული სანქციები გააფართოვეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაკნას თქმით, ესტონეთში შესვლა შეუზღუდავი ვადით აეკრძალა 55 პირს, მათ შორის პროკურორებს, მოსამართლეებს, პოლიციის ოფიცრებსა და პარლამენტარებს. ლატვიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა 16, ხოლო ლიეტუვამ 74 თანამდებობის პირი. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზუსტებს, რომ სანქცირებულები პასუხისმგებლები არიან ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა მძიმე და სისტემურ დარღვევებზე. ახალ სანქციებში მოხდა საკონსტიტუციო სასამართლო 7 მოსამართლე. ასევე გრძელ სიას აკომპლექტებენ სხვა მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები. ლიეტუვის საგარეო უწყება წერს, რომ სანქცირებულთა შორის არიან პოლიციელები, რომელთაც სრუჩვენებები მისცეს ჟურნალისტ ზია ამაღლობელის წინააღმდეგ და წვლილი შეიტანეს მის უკანონო პატიმრობაში. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს იმ მოქალაქეების სიას ასაჯაროებს, რომელთაც ესტონეთში შესვლა აეკრძალათ. ესტონეთში შესვლა საერთო ჯამში საქართველოს 93 მოქალაქეს აქვს აკრძალული. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად სანქცირებულ მოსამართლეთა შორის არიან მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეები ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე. სანქციების სიაში პირველად მოხვდა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე. ბალტიის ქვეყნებში ვეღარ შევა ვერც საბა სხვითარიძის მოსამართლე ლილა მარიდაშვილი და ანდრო ჭიჭინაძისა და უნისე ცხადაძის მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე. დასანქცირებულთა შორის მოხვდა მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი, აჭარის რეგიონის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი, ირაკლი დგებუაძე, ბათუმის რეგიონის პოლიციის უფროსი გოჩავანაძე. ესტონეთში შესვლა აეკრძალათ ოცნების პარლამენტის წევრებს, ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულს და პარლამენტის ყოფილ წევრ ბექა ოდიშარიას, ასევე მედია პლატფორმა და პოლიტიკური მოძრაობა ალტინფოსთან დაკავშირებულ პირებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნები ოცნების მაღალ ჩინოსნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს ასანქცირებენ. 2 დეკემბერს მათ სავიზო სანქციები დაუწესეს რამდენიმე პირს, მათ შორის ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, ასევე შალვა ბედოიძეს, იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუს, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, მირზა კეზევაძეს, ვაჟა სირაძესა და თეიმურას კუბატაძეს.